აი მამაო ეს ნახატი 2 მეტრიანი ტილოა. ხმელი წიფელი, არწივი ნახე დაჭრილი, ყალყორნები, ჯიხვები, ულუაშები. ეს გამხდარი ლოყები. შლის ნუკრის ნაამბობი, სვავი, ფესვები, მთანი მაღალნი, მელია სერაფინი, რაც მაგან დაწერა. დათვი, აწარმოებები, გელი, კოდალა, ტრედები, ასე ქვია აწარმოებს. ეს თოფის კამარი, სტუმარვას პინძელი, ეს კლდეები, გველის მჭამელი კლდეებში ჩავხატე. ეს ერეკლე მეფემ თოფი ხმალი რო წაართა, ძაღლი კახი მიკაური კლდეებში ჩავხატე, დაღონებული რომ არის თავის ხმალს რო მისტირის და მე ერეკლე მეფე დაუბრუნდეს. ერთი ხელის მოქნევით თავს აჭრიდა თათრებს. ეს ხარებზე რო უწერია. პეპერი ხარი და ახალგაზრდა ხარი რომ მოერევა ბუღა და ეს რო უღელში იყოს უშებმული და დაჩაგრული იყო და მაინც მაგრად შეერკინა. კარგად გადმოცემული. ის არწივი, ანუ ცალკე არწივიც უწერია. მოთხრობა. ეს კიდე არწივი ნახე დაჭრილი ლექსი. ეს ყვავები მომწონს მამაო. ყვავები ისე მიხატია რომ ვაჟას თვალებად დარჩა. ეს კუდი აკეთებს თვალის ფორმას, კუდი. მაგაც ეს თვალი როს ტკიოდა, აქ